რა გილით ივლისის თვეში? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდი დღეს ვნახოთ საჯარო გაშლით თუ რა გველოდება ივლისის თვეში ზოგადად. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ივლისის თვეში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. ახლა ვექვებსაც დავამატებ, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს და მეორე ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ივლისის თვეში და თასების რვიანი. რას ეხება თასების რვიანი? აბა ვნახოთ. უპირველეს ყოვლისა, ნახეთ მეგობრებო, აქ ჩანს ასეთი ენერგია, სადაც თქვენ შესაძლოა ივლისის თვეში პერიოდულად თავს ძალიან მარტოდ გრძნობდეთ, თავს გრძნობდეთ ისე თითქოს ადამიანები ვერ გიგებენ, თითქოს ადამიანებს თქვენი არ ესმით. ასევე შესაძლებელია იყოს აქ განმარტოვების სურვილი. ზოგადად მეგობრებო, მოდით აღვნიშნავ იმას, რომ მარტოობა შეიძლება იყოს ორნაირი, ხო? ერთი ეს გახლავთ მარტოობა, რომლითაც ვტკბებით, როდესაც ჩვენ მოგწონს, გვინდა მარტო ყოფნა, როდესაც ჩვენ მარტოობაში ვტკბებით ბუნებით, ვტკბებით საკუთარი თავით, ვაძლევთ მთელს ენერგიასა და დროს საკუთარ თავს და აი ზუსტად ასეთ მარტოობას შევიგრძნობ. რა თქმა უნდა, პერიოდულად შეიძლება აქ იყოს რაღაც ისეთი მომენტი, ისეთი შეგრძნება თითქოს ადამიანებს თქვენი არ ესმით ან ადამიანების უმეტესობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის საკმაოდ სასიამოვნო მარტოობა, განმარტოვების სურვილი, უფრო ვიტყოდი, სადაც თქვენ გეძლევათ იმის შანსი, იმის პერსპექტივა, რომ მეტად შეისწავლოთ საკუთარი თავი, მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, ასევე უფროსი არკანი სამსჯავრო მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ მოდის ასეთი ეტაპი, როდესაც თქვენ უნდა გადახარშოთ საკუთარი თავი, როდესაც აქ მოდის სიღრმისეული ანალიზი თქვენი წარსული ქმედებებისა, თქვენი ამჟამინდელი ქმედებებისა, ზოგადად თქვენი რეალობის ასეთი გადაწყობა მოდის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ივლისის თვეში. თასების ხუთიანი, კვერთხების ათიანი, არკანი ვარსკვლავი, არკანი პენტაკლების ხუთიანი. შეხედეთ მეგობრებო, პირველ რიგში რა კუთხით მოდის აქ, იცით ეს ანალიზი საკუთარი თავისა და ქმედებების. აქ თქვენ ზედმეტად ბევრ ენერგიას გასცემთ ადამიანებში ან კონკრეტულ ადამიანში. ეს შეიძლება ხდებოდეს გააზრებულად, შეიძლება ხდებოდეს საკმაოდ გაუაზრებულადაც და ნახეთ მეგობრებო, ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ასეთი შეკითხვა, რომ აი მე ხომ ასეთი კეთილი ვარ, მე ხომ ამდენი კარგი რაღაც გავაკეთე, მე ხომ თავი გავწირე სხვა ადამიანისთვის, შვილისთვის, ქმრისთვის, მეგობრისთვის, არ ვიცი. მე ხომ ამდენი დრო გავწირე, მე ხომ ამდენი რაღაც გავაკეთე და ასე შემდეგ, ხო? აი ხშირად მესმის ხოლმე ადამიანებისგან, რომ აი მე ხომ ასეთი კარგი ვარ, რატომ მემართება ცუდი, რატომ არავის არ ესმის ჩემი, მაგრამ მე მithქვამს ეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზედმეტად ბევრი სიკეთე არის დასჯადი მეგობრებო. და იცით რატომ? იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ბალანსი და როდესაც ჩვენ ვქმნით ხელოვნურად დისბალანსს, როდესაც ჩვენ ვწირავთ საკუთარ თავს სხვებისთვის, ვწირავთ საკუთარ დროს, ფინანსებს, რესურსებს სხვებისთვის, ამ დროს ჩვენ საკუთარ თავს ვართმევთ ენერგიას, ხო? როდესაც ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ სხვა ადამიანს, უმჯობესია რომ დავეხმაროთ მხოლოდ და მხოლოდ იმ რესურსებით და იმ ენერგიით, რომელიც ოდნავადაც არ გვენანება და რომელიც ჩვენ არ დაგვაზარალებს, არ დაგვაზიანებს. უხეშად რომ ითქვას, თვის ბოლომდე თუ ადამიანს აქვს დარჩენილი, არ ვიცი, 15 რიცხვიდან, ხო, შუა რიცხვებიდან აქვს დარჩენილი სადღაც 300 ლარი და უცაბედად ვიღაც გეუბნებათ, რომ მას ეს ხე 300 ლარიო, უმჯობესია რომ
კი არ ასესხოთ, არამედ აჩუქოთ რაღაც მცირედი თანხა, რაც თქვენ იცით, რომ არ დაგაზარალებთ. მაგალითად, ამ 300 ლარიდან სიტყვაზე ვთქვათ 50-60 ლარი და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის შევინარჩუნოთ ბალანსი და არასდროს არ დავაზარალოთ საკუთარი ენერგია. კი, ბევრს ეს მიაჩნია ეგოისტურად ცუდად, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ჯანსაღი ეგოიზმი არის საჭირო. ჯანსაღი ეგოიზმი არის საჭირო. იმიტომ რომ თქვენ თავად თუ არ აფასებთ საკუთარ თავს, საკუთარ დროს, საკუთარ ენერგიას, სხვამ რატომ უნდა დააფასოს იგი, ხო? და აქ იქნება ზუსტად ამ ყველაფრის სიღრმისეული ანალიზი, სიღრმისეული გააზრება იმისა, თუ რეალურად სად არ უნდა ჩაგედოთ თქვენი ენერგია, ვისში არ უნდა ჩაგედოთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ მე ვუყურებ ძალიან გადაღნილ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი რესურსი, ძალიან ბევრი ენერგია, მათ შორის ძალიან ბევრი ფინანსური ენერგიაც გასცეს სხვა ადამიანში ან სხვა ადამიანებში და საპასუხოდ არაფერი კარგი არ გიბრუნდებათ. პლუს ამასთან ერთად რატომ არ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს იმაზე ინტენსიურად და იმაზე მეტად ვიდრე შეგვიძლია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე გახლავთ ის, რომ ხშირად როდესაც ჩვენ ადამიანს ვეხმარებით, ჩვენ განსაკუთრებით თუ ადამიანი ამას არ ითხოვს, ჩვენ ამ დროს ადამიანს ვართმევთ მის რეალობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს, რომ ადამიანმა თავად ისწავლოს დახმარების თხოვნა. თუ ადამიანი არ გთხოვთ, უმჯობესია რომ არ დაეხმაროთ. დაიმახსოვრეთ ეს მეგობრებო. მესმის ცოტა უხეშად, ცოტა შეიძლება ეგოისტურადაც ჟღერდეს, მაგრამ ეს არ არის ეგოიზმი. ეს არის ჯანსაღი საზღვრების და ენერგიის დაცვა. ადამიანს შეიძლება მართლა სჭირდებოდეს, უნდოდეს რაღაც, მაგრამ თვითონ უნდა მოგთხოვოთ. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ, კითხოთ. მაგრამ ნუ გააკეთებთ ნურაფერს ადამიანისთვის დაუკითხავთ, ხო? რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი რაღაც წვრილმანებზე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს ივლისის თვეში. რა მოვლენები, თასების სამიანი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ ჩანს სასიამოვნო ენერგიებიც და პირველ რიგში ეს სასიამოვნო ენერგიები შეიძლება იყოს, ხო, უპირველეს ყოვლისა მეგობრებო, აქ რაღაც გარკვეული ნეგატიური პერიოდი სრულდება თქვენს რეალობაში ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად. აქ თქვენ შეძლებთ რომ შეინარჩუნოთ ან გაიცნოთ ძალიან ღირსეული ადამიანები. ნახეთ, ვიღაცისთვის აქ იქნება ძველი ადამიანების დაკარგვა, მაგრამ ახალი ადამიანების შეძენა თქვენს რეალობაში. ზოგისთვის კი აქ იქნება გააზრება იმისა, თუ რეალურად ვინ არის და სად არის თქვენი ნამდვილი მეგობარი, თქვენი ნამდვილი ადამიანი, ხო, რომელიც არასდროს არ კრავთ ხელს, არასდროს არ გიღალატებთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბოლომდე და ზღოური მსგავსი სიტუაციებისგან არ ვართ, მაგრამ თქვენ იპოვით თქვენს ადამიანებს, ვისაც არ ყავთ ნაპოვნი, ხოლო ვისაც ყავთ უკვე ნაპოვნი, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. კიდევ რა, ნახეთ, თასების ორიანი, თასების სამიანი, თასების ორიანი. ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციებით ახსავსე პერიოდი გელოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ აქ რაღაც მომენტებში მარტო ყოფნას გენდომებათ. გავიმეორებ, ეს არის სასიამოვნო მარტოობა, ეს არის მარტოობა, სადაც თქვენ იაზრებთ, სწავლობთ, უთმობთ დროს, რესურსებს, ენერგიას საკუთარ თავს. ეს არ არის ნეგატიური მარტოობა. გარდა ამისა, აქ სავსებით შესაძლებელია რაღაც თქვენი სანუკვარი სურვილი ასრულდეს, რაღაც ისეთი დააბრკოლოთ, რაც აქამდე გეგონათ, რომ თქვენთვის არის ძალიან დაუბრკოლებელი და შეუძლებელი. ამიტომაც ივლისის თვეში საკმაოდ კარგი ენერგიები იქნება თქვენს რეალობაში. მოდით კიდევ დავამატოთ, შევაჯამოთ ერთი არკანით, კიდევ ერთი არკანით რა გელოდებათ პირველი ვარიანტი ივლისში. კვერთხების ოთხიანი, სტაბილურობა, სიმღარე, ბედნიერება. თქვენ იგრძნობთ თქვენს რეალობაში სტაბილურობას. თუ თქვენ მაგალითად გქონდათ დაკარგული ახლო წარსულში გარკვეული სტაბილურობა, სტაბილური ურთიერთობები, სტაბილური სამსახური ან რამე მსგავსი, აქ ივლისის თვეში თქვენს რეალობაში სიმღარე და სტაბილურობა აუცილებლად დაბრუნდება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი არკანები და ენერგიები ჩანს თავის სირთულეებთან ერთად.
და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან აქ ამოვიდათ ასების ცხრიანი. რას ვიტყვით მეგობრებო, ასების ცხრიანი ეს არის ცხრიანი უპირველეს ყოვლისა ეს არის ყოველთვის თქვენი შედეგი, თქვენი შრომის შედეგი, თქვენი სწავლის შედეგი, თქვენი ჩადებული ენერგიის შედეგი. ზოგადად ასების ცხრიანი მეტყოლებს იმის შესახებ, რომ თქვენ აქ ივლისის თვეში იქნებით კმაყოფილი ასე თუ ისე ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტით. ხო, შეიძლება ბოლომდე არა, შეიძლება აბსოლუტურად ყველათი არა, მაგრამ ასე თუ ისე რომ შევაჯამოთ და ცოტა ზოგადი თვალით რომ შევხედოთ, თქვენ ივლისის თვეში გხედავთ საკმაოდ კმაყოფილ ადამიანად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში? და ნახეთ კვერთხების ორიანი, პენტაკლების ექვსიანი და არკანი ხმლების მეფე მეგობრებო. პირველ რიგში მეგობრებო, აქ მოდის თქვენი გეზის ცვლილება, თქვენი ცხოვრებისეული მიმართულების შეცვლა. ეს არის ენერგია, როდესაც თქვენს რეალობას უყურებთ სრულიად სხვა თვალით, სრულიად სხვა თვალსაზრისით. ან უფრო ზოგადი თვალსაზრისით, ან პირიქით უფრო დეტალურად, ხო? ნახეთ, არსებობს ორი ასეთი უკიდურესობა, ერთი როდესაც ზედმეტად ვუღრმავდებით დეტალებს და ამ დეტალებში ჩაღრმავების გამო ზოგადი სურათი გამოგვრჩება ხოლმე, ხო? და არსებობს მეორე უკიდურესობა, როდესაც ჩვენ ზედმეტად ზოგადი თვალით ვუყურებთ და დეტალებს საერთოდ ვერ ვამჩნევთ. და აქ თქვენ შეძლებთ, რომ ზუსტად ეს შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ, თქვენი რეალობა სრულიად სხვა თვალით დაინახოთ, პლუს ამასთან ერთად აქ მიმართულებას იცვლით. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, მაგალითად შეიძლება თქვენი მენტალური მდგომარეობა, მენტალური დამოკიდებულება შეიცვალოს გარკვეული სიტუაციების, გარკვეული ადამიანების მიმართ ბევრად უფრო სწორად, ხო? ასევე შესაძლებელია აქ იყოს მიმართულების შეცვლა პირდაპირი გაგებით იმ კუთხით, რომ მაგალითად შეიძლება სადმე გადახვიდეთ, სადმე სხვაგან წახვიდეთ, შეიცვალოთ პროფესია, შეიცვალოთ საქმიანობა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ალბათობით აქ ასე თუ ისე ორივე იქნება, როგორც მენტალური ცვლილება, ასევე ცხოვრებისეული რაღაც გარკვეული ცვლილება. ფინანსური ენერგიის კუთხით აქ მივხედავ გარკვეულ გვერდში დგომას და დახმარებას კონკრეტული ხმლების მეფისგან. ეს შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი, ასევე მეგობარი, ამხანაგი მეუღლე და ასევე მაგალითად შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, ხო? ან ადამიანი, რომელმაც რაღაც ისეთი რჩევა მოგცათ მოულოდნელად, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კონკრეტული მამაკაცი, კონკრეტული ხმლების მეფე, კონკრეტული ძალიან გონიერი ადამიანი, რომელიც ან რჩევით, ან ფინანსებით, ან თავად ფინანსებით დაგეხმარებათ, გვერდში დაგიდგებათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. პენტაკლების ორიანი, მეორე ორიანი გვაქვს მეგობრებო, ორი არკანი თავისით. ხმლების პაჟი და ქურუმი ქალი. ინტუიცია გექნება ძალიან ძლიერი, მეორე ვარიანტი. ივლისის თვეში აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. ჩემო კოლეგებო, პრაქტიკოსებო, თქვენ აქ ისედაც იცით, რომ ივლისის თვეში ძალიან ნაყოფიერი იქნება თქვენი მაგიური ჩარევები, განსაკუთრებით მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით, გზების გახსნა, ფინანსური გზების გახსნა, ფინანსური ბლოკების მოხსნა, დაცვა ენერგეტიკული და მსგავსი პრაქტიკები, რიტუალები ძალიან კარგად იმუშავებს თქვენზე. ძალიან კარგი იქნება თუ კონკრეტულად ამ მიმართულებებით უფრო სწორად იმუშავებთ, ჩემო კოლეგებო. რაც შეეხება ჩემს არაკოლეგ მაყურებლებს, თქვენთანაც ინტუიცია ძალიან ძლიერი იქნება, ძალიან მძლავრი იქნება და თუ თქვენი ინტუიცია გეუბნებათ, რომ წადით იქ, გააკეთეთ ეს, დააკვირდით ამ საქმეს, შეისწავლეთ ესა და ეს სფერო, ან ნებისმიერი რამ, აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. აქ იქნება ძალიან ბევრი ინფორმაციის შეგროვება, რაღაცის სწავლა შეიძლება დაიწყოთ, რაღაც ტრენინგები შეიძლება დაიწყოს ვიღაცისთვის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. იმიტომ რომ აქ ახალი ცოდნაც მოდის. კი ბატონო, ნახეთ, ახალი ცოდნა მოდის. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, ცოტა ნერვებმომშლელი პროცესი შეიძლება იყოს, ცოტა დამღლელი პროცესი. ასევე აქ
ნახეთ, აქ თითქოს თქვენ მეტად ისწავლით თქვენი პირადი საზღვრების დაცვას. რაღაც ასეთი ინფორმაცია წამოვიდა. კიდევ დავამატოთ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში? პენტაკლების ორიანი. პენტაკლების 4-იანი და პენტაკლების 2-იანი. ამერია, მაგრამ არ აუშავს. ფინანსური ენერგიის კუთხით მეტი სტაბილურობა შემოდის და დახმარება შემოდის, ისევ ხედავ ამას. კი ბატონო, დახმარება, კონკრეტულ ადამიანთან შეთანხმება, მოლაპარაკება შეიძლება იყოს. თუ თქვენ დაუშვათ მუშაობთ კლიენტების რაოდენობაზე ან ბონუსების რაოდენობაზე, აქ იქნება ძალიან შედეგიანი, ძალიან კარგი კლიენტები, ძალიან ისეთი დადებითი ენერგიის, ძლიერი ფინანსური ენერგიის მომტანი მომხმარებლები, კლიენტები, ბონუსები, ხო? ვინც ბონუსების გამომუშავებაზე ხართ, ვისაც სამსახურის პოვნა გინდათ, ეძებთ და ვერ პოვლობთ თქვენთვის სასურველ სამსახურს, ივლისის თვეში ამის შანსები, პერსპექტივები აუცილებლად მოგეცემათ. კიდევ მინდა რომ დავამატო არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს ივლისის თვეში. შევაჯამოთ ერთი არკანი და ეს არის პენტაკლების მეფე. ფინანსური ზრდა, დაცვა, ფინანსური ნაყოფიერება. პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი თუ არის უფრო მეტად ნაყოფიერობა, პენტაკლების მეფე არის უფრო მეტად ფინანსური სიძლიერე, ფინანსური შინაგანი ძალა, სიმყარე და ფინანსური დაცვა. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ბედნიერი ნაყოფიერი ივლისი და ნახვამდის.